კვალიფიკაციაზე შეგახსენებთ, რომ ეს დრიფტერები პირველ და მეორე ადგილზე იყვნენ და ჩემპიონატის ჩათვლაში ქულებში ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით დაასრულებენ ასპარეზობას, მაგრამ ნახოთ, ვინ იქნება უკვე ფინალში, უკეთესი სანდრო პოპხაძე თუ ილია ბერიძე. დიდი კუთხით იწყებს, რა თქმა უნდა, დავალების შესრულება სანდრო პოპხაძე, ილია ბერიძე მომენტალურად გვერდზე ამოუდგა და უკან რაღაც ბამპერის ნაწილაკები თუ რაღაც ისინი გააცალა ილია ბერიძემ, როგორც ხედავთ, კონტაქტის შემდეგ ხმალივით მოიქნია თავისი ავტომობილი სანდრო პოპხაძემ. ეს ყველაფერი შესანიშნავად დაამუშავა ილია ბერიძემ და ბოლო მონაკვეთს გადიან დრიფტერები. ვნახოთ როგორი იქნება ფინიში, რა თქმა უნდა იქნება სინქრონული, როგორც ფინალს ეკადრება. ზუსტად ისეთი გარბენი ვიხილეთ, სოლირებდა სანდრო პოპხაძე აქ და მცირე უპირატესობა პრინციპში ქონდა მაინც სანდრო პოპხაძეს. ილია ბერიძე რაღაც მონაკვეთებში ოდნავ თითქოს დისტანციურად მიყვებოდა სანდრო პოპხაძე თუ ილია ბერიძე. გადამწყვეტი ბრძოლის, გადამწყვეტი გარბენის სტარტიც გვაქვს და ვნახოთ, მოფრინავს ილია ბერიძე და მოფრინავს სანდრო პოპხაძეც. რა თქმა უნდა, შესანიშნავი სტარტი აქვს. ბრწყინვალე იყო აქ ილია ბერიძე, შესანიშნავად გადაეწყო ასევე სანდრო პოპხაძე, თუმცა მცირე ჩამორჩენით აქ რა ხდება ზედა ზონაში, კარგად ცოლირებს ჯერჯერობით ილია ბერიძე, უკანა ზოლზე ატარებს თავის საბურავებს ბრწყინვალე სტილში, ცხვირის კლიპინგსაც გადის, მე მგონი უშეცდომოდ, როგორც დავინახე. ბოლო გადაწყობაც სინქრონული იყო, რა თქმა უნდა, და მოემართებიან ჩემპიონატის უდავო ფავორიტები ფინიშისკენ და ესე გენიალურად სრულდება ლიდერბეტ ვინტერ კაპის ფინალური ეტაპის ფინალური დაპირისპირება. ბრავო სანდრო პოპხაძეს და ბრავო ილია ბერიძეს. და როგორც ჩანს, გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. და ლიდერბეტ ვინტერ კაპის ფინალური ეტაპის გამარჯვებულია სანდრო პოპხაძე! ბრავო სანდრო პოპხაძეს ჩემპიონის ჩემპიონური დასასრული. აი ესეთი უნდა ნამდვილად და ბრავო ილია ბერიძეს, რომელმაც საოცარი დუელები შემოგთავაზა დღეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ჩემპიონ სანდრო პოპხაძეს, რომელიც იყო დამაჯერებელი ყველაზე მეტად დღეს და დაიმსახურა ჩემპიონობაც და ეს პირველი ადგილიც. ბრავო სანდროს, ბრავო ილიას. ეს კი იყო ლიდერბეტ ვინტერ კაპის 2026 წლის საოცარი სეზონი. ჩვენ ვუყურებთ სანდრო პოპხაძის აღნიშვნას ესეთი დონატით და ორ თვეში ზუსტად 26 აპრილს დაგიბრუნდებით უკვე King of Drift-ის პირველი ეტაპით. არანორმალურად მაგარი სეზონით. მომავალ შეხვედრამდე.